თბილისში 13 აპრილს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ესპანური კლუბის სასკო ბასკონიას მიერ ორგანიზებული საკალათბურთო კემპი დაიწყო. კლუბ ლაბორალ კუთხას გარდა რამდენიმე საკალათბურთო სკოლის მფლობელ სასკო ბასკონიასთან ურთიერთთანამშრომლობის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და წლევანდელი კემპიც ამ ხელშეკრულების ნაწილია. ჩვენი კლუბი 60 წლის არის და ესპანური საკალათბურთო ლიგისა და ევროლიგის სადავეებთან იდგა. ვიტორია გასტეისი 300,000-იანი ქალაქია, მაგრამ ჩვენ გაცილებით დიდ საკალათბურთო ქვეყნებს ვუწევთ კონკურენციას. ამას სწორი მენეჯმენტისა და ორგანიზების ხარჯზე ვახერხებთ. კარგად მუშაობს სკაუტთა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ახალი ტალანტების აღმოჩენა არ გვიჭირს. დიდი ხანია საქართველოს ვაკვირდებით. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების ნაკლებობა არ არის. კარგად ვიცნობთ თორნიკე შენგელიას, ამიტომ ქართულ მხარესთან ურთიერთობის დამყარების სურვილი ბუნებრივად გაგვიჩნდა. ახლოს გაცნობის შემდეგ თქვენი მხრიდან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა, ასე რომ ჩვენი თანამშრომლობის მჯერა. დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილმა 160 ბავშვმა მოიყარა თავი, რომელთაც ლაბორალ კუთხას მწვრთნელები ქართულ დამრიგებლებთან ერთად ავარჯიშებენ. კემპის მიზანია იმ 16 პერსპექტიული კალათბურთელის აღმოჩენა, რომელთაც სტუმართა მხარე გასასინჯად და მომავალში დარჩენის პერსპექტივით ესპანეთში წაიყვანს. 1992 წლამდე ბავშვები, ვინც არიან დაბადებულები და დაახლოებით დაიწყო 160 ბავშვი, მომავალ კვირაში იქნება 80, სად იმის შემდეგ აირჩევა 16 ბავშვი, ვინც წავა ესპანეთში და იქ გააგრძელებენ ვარჯიშს და იმედი მაქვს, რომ ვინმე დარჩევა და ეს ტურნირი და ეს კემპი, უпростоად კემპი ტარდება იმისთვის, რომ თვლიანად გავიგოთ რა სურათი რა ხდება საქართველოს კალათბურთში, სად შეიძლება გავასწოროთ შეცდომები, რაზე უნდა ვიფიქროთ მომავალში, ეს არის როგორც ბავშვებზე, ასე მწვრთნელებზე, ასე ორგანიზაციის საკითხები. საქართველოში ხშირად ჩატარებულა საკალათბურთო ბანაკები, მაგრამ ესეთი მასშტაბის და ესეთი ხარისხის მე არ მაგონდება, არ მახსენდება, მე მგონი უპრეცედენტო შემთხვევასთან აქვს საქმე, აი გაგებით. რა შეიძლება კემპის შესახებ თქვას ამ ბანაკის შესახებ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და თითოეული ბავშვისთვის კიდევ ერთხელ მიცემული შანსი. მე მინდა პატარებს უთხრა მონაწილეებს ჯერ წარმატებები უსურვო და მე უთხრა რომ ვინც ვერ მოხვდება წელს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასრულდა კალათბურთი. პირიქით სტიმულის მომცემი უნდა იყოს ეს ყველაფერი, უფრო მაგრად უნდა ივარჯიშონ. ეს არის 5 წლიანი პროგრამა და ყველას აქვს შანსი რომ მოხვდეს და კაი კლუბებში ითამაშოს. კალათბურთელების გარდა ყურადღების ცენტრში ქართველი მწვრთნელებიც არიან, რომელთა ნაწილსაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ესპანეთში გამგზავრება ასევე ელის. ჩვენი მიმდინარე შეჯიბრების მთავარი მიზანი მოთამაშეთა ხარისხის დახვეწა და მათი გაწვრთნა არ არის. ახლა ჩვენ კალათბურთელებსა და მწვრთნელებს ვაკვირდებით, ვუზიარებთ იდეებს და ვცდილობთ ის ნიჭიერი ახალგაზრდები აღმოვაჩინოთ, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზეც უკვე მოგვიანებით ვიზრუნებთ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სასკო ბასკონიის მიზანი ერთია: გამოვავლინოთ და აღზარდოთ ტექნიკურად განსწავლული, კარგი ინდივიდუალური მონაცემების მქონე მოთამაშეები, რომლებიც ამავე დროს გუნდურ თამაშში იქნებიან ძლიერნი და საკუთარ კლუბს თუ ეროვნულ ნაკრებს გამოადგენენ. საქართველოში ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს. აშკარად ჩანს, რომ ქართული მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მეტი შედეგი მიიღოს ჩვენი თანამშრომლობიდან. ენთუზიაზმი და мотиваცია უმაღლეს დონეზეა, როგორც მოზარდების, ასევე მათი დამრიგებლების მხრიდან. კემპი მომეწონა ძალიან კარგად, დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგი დარჩა, ზოგი წავიდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, 5 წელი კიდევ გაგრძელდება ეს ესეთი ხელშეკრულებაა და ბევრი ბავშვი კარგ გამოცდილებას მიიღებს და აიმაღლებს თავის ცოდნას.